საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაერთიანებული სამეფოს მიერ ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საუბარია, რომ სანქცირებულ სუბიექტთა სიაში მოხვდა გემი Silver-ი. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული გემი ყულევის საზღვაო ნავსად გურში იმყოფებოდა 2026 წლის თებერვალში, ხოლო მისი ოპერაციების განხორციელების პერიოდში გემი არ იყო სანქცირებული გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ამერიკის და გაეროს სანქცირებული რეჟიმების ფარგლებში. გაუგებარია თუ რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლის და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არც ერთი საერთაშორისო სანქცია და საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით, ნათქვამია სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა. დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდის Silver-ი, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა.